გამოცემული კრებულებით უნდა იხემძღვანელონ, მაგრამ აქ თემაზე ოდნავ მოგვიანებით. ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია საფრანგეთში მოეწყობა. ევროპელები ქართული ღვინის ისტორიას და კულტურას გაეცნობიან. მსოფლიო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ახალი სტრატეგია შემუშავდა. მიზანი საერთაშორისო ბაზარზე 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქართული ღვინის არა მხოლოდ პოპულარიზაცია, არამედ უცხოელი მომხმარებლისთვის მისი ისტორიის გაცოცხლებაა. სოფო ხანაშვილის რეპორტაჟი. ეს უნიკალური და მივიწყებული ძველი საუკუნოვანი ქართული ჯიშებია, რომლებიც ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრშია თავმოყრილი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საზღვარგარეთ სპეციალისტებმა რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად 420-ზე მეტი ქართული უნიკალური ჯიში შეაგროვეს, ქართული აბორიგენული ვაზის გენოფონდში ერთად მოუყარეს თავი და გადაშენებისგან გადაარჩინეს. ყველაზე უძველესი ჯიშები ისტორიას მე-5 საუკუნიდან ითვლიან. აბორიგენული ჯიშების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ისტორიული წყაროებით 525 უნიკალური ქართული ჯიში არსებობს. ძველი ჯიშების მოძიება შეგროვების პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ჯიშური მრავალფეროვნება, რომლის საშუალებასაც ქართული გენოფონდი იძლევა, საუკეთესო წინაპირობაა მსოფლიო ბაზარზე, მისშვიათი გემური თვისებების მაღალი ხარისხობრივი მატარებელი ღვინოების საწარმოებლად. აბორიგენული ჯიშების გარდა ქართულ ღვინოს უნიკალურს განსხვავებული გემო და დამზადების ტრადიციული მეთოდები ხდის. კვევრის მეთოდი არის საერთოდ განსხვავებული მეთოდი. ეს არის თქვა ქართული მეთოდი. აგრეთვე გვაქვს სხვა მეთოდი, კახური მეთოდით დამზადება, თავისი ტექნოლოგიური ნიუანსები 8000 წელი დადგინდა, მეცნიერობა დაადგინეს, რომ საქართველოში მზადდება ღვინო. და ეს არის story behind, ესე ვამბობ, ის ისტორია თუ რა დევს იმ ბოთლი ღვინის უკან. განუმეორებელი საფერავის განუმეორებელ გემოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ანჟეს უნივერსიტეტის მაგისტრანტები და პროფესორ-მასწავლებლები დააგემოვნებენ. დეგუსტაციის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე უცხოელ კოლეგებს ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების, ქართული ღვინის კულტურის, პერსპექტივებისა და ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ სალექციო კურსს ჩაუტარებს და ქართული ღვინის უნიკალურ ისტორიასაც მოუყვება. მასტერკლას პროფესორები, რეგიონის მეწარმეები, მეღვინეები და 15 ქვეყნიდან ჩასული სტუდენტებიც დაესწრებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ ეს 150 მაგისტრულ ტარდება ეს ლექციები, 15 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები და როდესაც ისინი დაამთავრებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისინი იქნებიან როგორც ღვინის დილერები, სხვადასხვა სასტუმროების, რესტორნების ხელმძღვანელები. ანჟეს უნივერსიტეტი არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი გასტრონომიულ დარგში. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ წამყვანი რესტორნები არის, სუპერმარკეტები, მაღაზიები თუ სასტუმროები ხშირ შემთხვევაში ყავთ ამ ამ უნივერსიტეტის კურს დამთავრებულთა სტუდენტები. ამათ გაცნობა ქართული ღვინოების ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ხშირ შემთხვევაში თუ რა პროდუქცია უნდა შევიდეს მათ ქსელში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის 18 მილიონამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ღვინის ექსპორტი 25%-ით უნდა გაიზარდოს. 2015 წელს კი ამ მაჩვენებელმა 40 მილიონამდე ბოთლი უნდა შეადგინოს. სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიო ბაზარზე არა მხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაცია, არამედ უცხოელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის ლეგენდის გაცოცხლებაცაა. ესეთი სახის მასტერკლასებზე ქართულ ღვინოსთან ერთად იყიდება ქართული ღვინის ისტორია და თქვათ ის ტრადიციები, რაც ქართულ ღვინოს გააჩნია. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს პირველ რიგში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და შემდგომ უკვე თქვათ ადგილის დამკვიდრებას იმ საექსპორტო ბაზრებზე, რომელზეც ჩვენ გვინდა რომ ქართული ღვინო დამკვიდრდეს. საქართველოში ღვინის კულტურა დაახლოებით 8000 წლისაა. ის რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, ამაზე არქეოლოგიური მასალა და ლიტერატურული ძეგლებიც მეტყველებს. ისტორიულ ბაზრებზე პოზიციის გამყარება და პარალელურად ახალი ბაზრების ათვისება. ეს ის სტრატეგია, რომელზეც წამყვანი ქართული ღვინის კომპანიები მუშაობენ. ახალი სამიზნე ექსპორტის გაზრდასთან ერთად აზიის მზარდ ბაზარზე შეღწევა და ადგილის დამკვიდრებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის